მოგესალმებით ყველას. ჩვენთან ერთად არის სუპერმსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი. მერაბ ვაშინგტონში უდიდესი ბრძოლების კვირეულია. როგორ გრძნობ თავს? შესანიშნავად, ბედნიერი ვარ, რომ აქ ვარ. გონი წინასწარ ვიცი ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ კვირა საღამოს რომელ ბრძოლას ელოდები ყველაზე მეტად? დიახ, მართალი ხარ. რა თქმა უნდა, ჩემი ძმის ილია თოფურიას ჩხუბს. ის უბრალოდ კი არ მოიგებს, არამედ ამას ფენომენალურად გააკეთებს. ასევე ძალიან მაინტერესებს ალექს ფერეირას ყურება, რომელიც მძიმე წონაში მესამე ქამარზე იწევს და ვფიქრობ, შეუძლია მისი აღება. როგორ ფიქრობ, პერეირას ბრძოლის ისტორია მესამე ქამარზე? ცოტა ხომ არ დაჩრდილა იმ ფაქტმა, რომ თეთრ სახლში ვიმყოფებით და მთელი ყურადღება ახლა ამ მოვლენაზეა გადატანილი. სიმართლე გითხრა, მიკვირს კიდეც, რომ ხალხი ასე ცოტას ლაპარაკობს იმაზე, თუ რამდენად შთამბეჭდავია ალექს პერეირას კარიერა. კიკბოქსინგიდან მოვიდა ძმაო. მისი პარტიაში გადაყვანა და იგაჩერება ვერავინ შეძლო. ის უკვე მესამე დივიზიონის ქამრისთვის იბრძვის და ეს უდიდესი მიღწევაა. მართალი ხარ, რას ფიქრობ, როგორ შეეფერება ის სირილ განის სტილს? განის სახით მას ნამდვილი გამოცდილი მძიმე წონოსანი ხვდება, რომელიც საუკეთესოებთანაა ნაჩხუბარი. რთული ბრძოლა იქნება, რადგან განი ძალიან ათლეტურია და ფენომენალური მოძრაობა აქვს. თან ის ბუნებრივად მძიმე წონოსანია, მაგრამ მე ვიცნობ ალექს და მისი მხრიდან აღარაფერი გამიკვირდება. მან ყველა გაგვაოცა. თავიდან UFC-ში რომ დავინახე, ეჭვი მეპარებოდა მასში. ვამბობდი, კიკბოქსერია და აქ ვერაფერს გახდება მეთქი, მაგრამ ძმაო, იმდენჯერ დამიმტკიცა საპირისპირო, რომ პროგნოზებში შევწდი. ახლა კარგი ურთიერთობა გვაქვს და მეგობრობთ. გონი მისი ორი შვილიც მალე UFC-ში იჩხუბებს. ახლა მისი ეჭქვეშ დაყენება მართლაც რთულია. მოდი შენს დივიზიონს დაუბრუნდეთ. შონომალი ელიას ზაჰაბის წინააღმდეგ. ამ წყვილზე რას ფიქრობ? შენი ყოფილი მეტოქე ხვდება მებრძოლს, რომელიც წინ მიიწევს. ყოველთვის ჩემი ყოფილი მეტოქეებისკენ ვარ ხოლმე და ახლა ჩონომალის გულშემატკივრობ. თუმცა ზაჰაბი საერთოდ არ არის მარტივი ოპონენტი. შესანიშნავი 7 მატჩიანი მოგებათა სერია აქვს. როგორც თქვი, შონს ბალეშიკობ და მისი მოგება კარგი იქნება, მაგრამ ზაჰაბი რომს გაიმარჯვოს, დივიზიონისთვის ეგეც კარგია. რომ მატჩიანი სერია ექნება და მე ჩემსა და პიოტრ იანს ბრძოლაში გამარჯვებულ შეხვდება. ასე რომ ის შეიძლება ჩემი შემდეგი მეტოქე იყოს. მოკლედ ამ ჩხუბის ყურებას ძალიან მაინტერესებს. შონმა მედია დღეზე გვითხრა, როცა ზაჰაბისთან გეგმაზე ჰკითხეს, ტაიმერი 15 წუთზე უნდა დავაყენო და კრივის ტომარასავით ვცემოო. ხომ არ ფიქრობ, რომ ზაჰაბის მიმართ ეს ზედმეტად უხეში ნათქვამია? დიახ, შონს უყვარს ასეთი თრეშ-თორკი, საკუთარი თავისთვის თავდაჯერებულობის მოსამატებლად. მაგრამ ზაჰაბისთან ასე მარტივად ნამდვილად არ იქნება საქმე. თუმცა ვფიქრობ, შონს შეუძლია ბრძოლის მოგება. თუ არა და როგორც გითხარი, დივიზიონში ახალი პრეტენდენტი გვეყოლება და იმედია შემდეგი მას შევხვდები. ნამდვილად, ბევრი საინტერესო სცენარი შეიძლება განვითარდეს. შენს დივიზიონზე და პიოტრ იანთან ბრძოლაზე რომ ვისაუბროთ, როგორ ფიქრობ, როდის შედგება ეს ჩხუბი? რისკენ იხრება UFC? იმედია მალე. ეს პიოტრ იანზეა დამოკიდებული, როდის გადაწყვეტს დაბრუნებას. ახლა შვებულებაშია, კბილებს იკეთებს და სხვა საქმეებითაა დაკავებული. იმედია მალე გავიგებთ სიახლეებს და მისი დაბრუნების თარიღს. შენი აზრით, გასულ წელს ასე ხშირად ჩხუბმა რამდენად მოახდინა გავლენა პიოტრ იანთან წინა ბრძოლაზე? დიახ, ცოტათი იმოქმედა. კორი სენჰეგენთან ბრძოლის შემდეგ ორთა ბრძოლებს შორის მხოლოდ 2 თვე მქონდა. მაგრამ მარტო ეს არ ყოფილა, ბევრი სხვა პატარა მიზეზის დაემთხვა. თუმცა თავის მართლებას არ ვაპირებ, მან მომიგო, ახლა კი წინ ტრილოგია გველოდება და ძალიან საინტერესო იქნება. ნახავთ, ვინ არის ნამდვილი გამარჯვებული. თქვენს პირველ ბრძოლაში შედარებით პატარა ოქტაგონში იჩხუბეთ, ვიდრე დიდ არენებზეა ხოლმე და იქ შენ ის უბრალოდ გაანადგურე, შენი გიჟღუდი პრესინგით. სიმართლე გითხრა, რაც მიფიქრია ამაზე, მაგრამ მართალი ხარ. პირველად პატარა გალია იყო, ახლა კი სხვა რეალობაა. ხო და როგორ ფიქრობ, რამე სხვაგვარად ხომ არ უნდა შეცვალო მომავალ ბრძოლაში, რადგან ბოლო ჩხუბი შენ სასარგებლოდ დასრულებულა და ამჯერად დიდი ზომის ოქტაგონში მოგიწევ ჩხუბი. რა თქმა უნდა, დიდ ცვლილებებს შევიდა და ამას ყველანი დაინახავთ. შედეგს ოქტაგონზე ნახავთ.
მოუთმენად ველოდები ამ ბრძოლას. ახლა რაც შეეხება ორგანიზაცია RAF-ის საქართველოში ჩასვლას, ეს ხომ უდიდესი მოვლენაა შენთვის. რა რეაქცია გქონდა, როცა დაგირეკეს და გითხრეს, რომ შენს ქვეყანაში მოდიან? ეს უდიდესი ამბავია ჩემი ქვეყნისთვის. უამრავი თვალი იქნება საქართველოსკენ მოპყრობილი. RAF-ის შესანიშნავი ორგანიზაცია საქართველოში ჩამოდის და უამრავი კარგი მოჭიდავე მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის ოლიმპიური ჩემპიონები ჰენრი სეხუდო და კაილ სნაიდერი. ასევე იჩხუბებენ UFC-ის ჩემპიონი ხამზად ჩიმაევი, მთავარი პრეტენდენტი არმან ცარუგიანი და სხვა დიდი სახელები. ეს მართლაც უდიდესი და უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ჩემი ქვეყნისთვის. ყოველთვის ღიად ამბობდი, რომ UFC-მ ერთ დღეს საქართველოში უნდა ჩაატაროს ივენთი. შენ, ილია, გიგა, როგორ ვფიქრობ, ეს ტურნირი კარგი პირველი ნაბიჯი საჩვენებლად, რომ საქართველოს შეუძლია უმაღლესი დონის შოუების მასპინძლობა და იქ დიდი მებრძოლების ჩამოყვანა? ნამდვილად, ვფიქრობ, UFC-ს სინანული უნდა კლავდეს. ეს აქამდე უფრო ადრე რომ არ გააკეთა, რადგან საქართველო ამას იმსახურებს. მით უმეტეს, როცა ისეთი ბიჭები გვყავს, როგორებიც არიან ილია, ალექსანდრე თოფურია, გიგა ჭიგაძე, რომან დოლიძე, ახალი ბიჭი ლევან ჩოხელი და მე. მაგრამ ჯერა UFC საქართველოში იმაზე ადრე ჩამოვა, ვიდრე გვგონია, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. შენს კარიერას უნდა უბრუნდეთ. შაშან ამ დროს უკვე რამდენჯერმე ჰქონდა ჭუბი. წელს გასულ წელთან შედარებით როგორაა საქმე? მხოლოდ ვარჯიშზე ხარ ფოკუსირებული? დიახ, თითქმის იგივეს ვაკეთებ, თავდაუზოგავად ვშრომობ. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ კონკურენცია და ბრძოლები მენატრება, ახლა ჭუბი არ მაქვს. შაშან ამ დროს უკვე ორი ბრძოლა მქონდა ჩატარებული, მე სხვებისთვის მემზადებოდი და კიდევ ორჯერ ვიჭხუბე. წელს იმედი მქონდა, რომ ორ ბრძოლას ჩავატარებდი, თუმცა იმედს მაინც არ ვკარგავ, თუ ამას დავიბრუნებ, ვეცდები წელს კიდევ ერთი ჭუბი მოვასრო, რომ ბალანსი აღვადგინო. ანუ ქამას როცა დაიბრუნებ, შეგვიძლია ტიტულის სწრაფდაცვას ველოდოთ? დიახ, მაშინვე გამოვიწვევ ზაჰაბის. ის იმ დროისთვის საუკეთესო პრეტენდენტი იქნება. ვაიგებს თუ წააგებს ამ უქმეებზე, მაინც ზაჰაბის გამოიწვევ? არა, თუ წააგო არა. თუ წააგო, მაშინ ნამდვილად არა. მეც თუ წავაგე, არც მაშინ. არა, ორივემ უნდა მოვიკოთ. რამდენიმე რამ ჩვენ სასარგებლოდ უნდა დაჯდეს. ზაჰაბი ომალის უნდა მოუგოს, მე კი იანს. შესანიშნავია და ბოლოს რამეს ხომ არ გადასცემდი მანქანის ფანებს. დიახ, ძალიან მიყვარხართ ბიჭებო, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. ამას ყველგან ვგრძნობ, სადაც არ უნდა წავიდე. ბოლო ბრძოლა რომ წავაგე, ფანების დამოკიდებულება მაინც არ შეცვლია და ამისთვის მადლობელი ვარ. ადრეც ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. კიდევ 15 წელი ვაპირებ ჭხობს და ჩემს ყურებას ვერცად გაექცევით. კიდევ 15 წელი მოგიწევთ ჩემი ყურება. მოგწონვათ თუ არ მოგწონვათ, ჩემს ბრძოლებს მაინც უყურებთ კიდევ 15 წელი. ხალხო, კიდევ 15 წელი ვიხილავთ მანქანას, ძალიან გვიხარია ამის მოსმენა. მერაბ, დიდი მადლობა დროისთვის.